ტრადიციული რუბრიკა გვექნება დღეს 4 შაბათის როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სიტიკომთან ერთად და დღესაც ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე, მათ შორის სამეზობლოების გამოცდილებაზე უშუალოდ სიტიკომთან ერთგვარი ინტეგრირებითა და თანამშრომლობით და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს ნათია ორახელაშვილი, სიტიკომის აკაუნტ მენეჯერი, რომელიც ტრადიციულად არის ჩვენი თანაწამყვანი ფაქტობრივად ყოველ 4 შაბათს და კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სტუმარი ნინო წულაია შემოგვიერთდება კორპუსის მენეჯერი და მათთან ერთად ვისაუბრებთ სწორედ აი ამ გამოცდილებებზე და შემდგომში გავაგრძელებთ საუბარს სიტიკომის როლზე ზოგადად ამ ერთგვარ სამეზობლო მენეჯმენტში და გარკვეული ახალი ასე ვთქვათ პროექტების განხორციელებაში. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი ქალბატონო ნინო თქვენგან დავიწყოთ. საინტერესოა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რამდენი ხანია რაც კორპუსის მენეჯერი ხართ და როგორ ახერხებთ რომ თქვენ სამეზობლო ასე ვთქვათ გააერთიანოთ, როგორ მოახერხეთ ეს? მოგესალმებით. 4 თვეა დაახლოებით რაც კორპუსის მენეჯერი ვარ, მოხდა სპონტანურად ჩემი ასე ვთქვათ არჩევაც არა, გარკვეული პრობლემების გამო ჩემ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ასე ხდება, რომ ყველა ელოდება რომ ვიღაც გააკეთებს. მომიწია მე ჩემ თავზე ავიღებ ამ ყველაფრის, საკმაოდ ადეკვატურად ასე ვთქვათ მიიღო ეს სამეზობლო და ამ ეტაპზე ყველა ჩართულია არა მარტო მე, ანუ მე ვარ პასუხისმგებელი სიტიკომთან, დანარჩენი უკვე აქტივობები, ასე ვთქვათ, ყველა ჩართულია რა, ვინც ესეთი აქტიური სამეზობლო გვყავს, ასე რომ ჩემი ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო ცოტა ვეჭვობდი, რომ შევძლებდი ამის თავის გართმევას, მაგრამ აი კომფორტი რაშია სიტიკომთან ურთიერთობა, რომ ერთი ტელეფონი ზარი, მეილი, საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი რაღაც საკითხი გადავწყვიტო. ანუ არ მჭირდება ამისთვის რაღაც დროის დაკარგვა, რაღაც წასვლა, მისვლა, ვიღაცასთან შეხვედრა. ეს ჩემთვის პირადად ძალიან კომფორტულია. კი ბატონო, გაციფრულებამ და ახალი ინოვაციური სერვისის შეთავაზებამ ბუნებრივია, მათ შორის დროის მენეჯმენტსაც შეუწყო ხელი. ისე ნათია ძალიან საინტერესოა, ხო ის ტენდენცია ჩვენ წინასწარმოებიც ყავდა და მოკლედ სტანდარტულად ესე ხდება ხოლმე პრინციპში, რომ აი ყოველთვის პასუხისმგებლობას თავად ერთი ადამიანი იღებს ხოლმე და შედგება სხვებიც მიყვებიან და ქალბატონო ნინო მათ შორის თქვენს აიღეთ პასუხისმგებლობა. საინტერესოა ერთის მხრივ ხა თქვენ საუბრობდით იმაზე თუ რაოდენ გიადვილებთ მათ შორის სიტიკომის ეს ციფრული სერვისი ასე ვთქვათ გარკვეული საქმიანობის განხორციელებას, რაც კორპუსის მენეჯმენტის ნაწილში, თუმცა მეორე არის ასევე რა სიტიკომამდე როგორ ახერხებდით ზოგადად სამეზობლოს საჭიროების მოგვარებას, აი სამეზობლოში მაშინ რა სიტუაცია იყო? ეს ახალი კორპუსია, ნუ სადაც ერთი წელიწად ნახევარია, რაც უკვე მაცხოვრებლები არიან და არის ან ყველა თავისას რაღაც ვთქვათ იქ თავის პერიმეტრს უვლიდა, ასე რომ აი თლიანი რაღაც კორპუსის მოვლა და ასეთი აღარ იყო. აი ზუსტად ამ 4 თვის წინ სიტიკომთან ერთად გავაკეთეთ ეს შესასვლელი კარები, დომოფონის სისტემა და ნუ ლიფტის თქვენი პროვაიდერი ყავს, სიტიკომის პროვაიდერია ჩვენი ასევე ლიფტის მომსახურე კომპანია. ნუ ეს არის ძირითადი. ნუ დასუფთავებაც შეთაშორის სიტიკომის პროვაიდერი ყავდა, აი დასაწყისში რემონტის შემდგომი დასუფთავებისთვის. და რა ვიცი რა თუ რამე ესეთი საკითხი არის, ხო კიდე ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრმა როცა ეს დავიწყე, ანუ ეს აქტივობები მომიწია ერთ 5 ჯერ ჩამოვლა მთელი სადარბაზოსი, გაცნობა მეზობლების, ინფორმაციის აღება და მაშინ მითხრეს, რომ სად ჩაგირიცხოთ ფული. ეს იყო ჩემთვის არა, ჩემთან არაფერს არ რიცხავთ, თუ რამეს დამატებით ვაკეთებთ, იგზავნება სიტიკომიდან შეტყობინება, რომ აი თქვათ აი ამ გარკვეული ხარჯი ემატება თქვენს აი ამ თვეში, ან 2-3 თვის განმავლობაში და არანაირი აი ეს ფულთან კავშირი არ მაქვს. აი ეს არის და გამჭვირვალეა თავიდან დავიწყე ჩატი შევქმენით და ნუ იქ ჩავაგდე ყველა ხარჯი, რაღაც ქვითარი, ყველაფერს იქ ყრიდი და ნუ ასევე ამონაწერი 1 თვის. მე დროთა განმავლობაში ნახე რომ თვითონ სიტიკომს აქვს, ნებისმიერ შეუძლია შევიდეს, ნახოს, ავტომატიზირებული ყველაფერი კი. ნუ აი ეს გამჭვირვალობა ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
აი ამის ახსნა, განმარტება ყოველთვის, რომ აი სად რა წავიდა, ნუ აი გარმიწევს. კი, თან მე მithumetes რა ადამიანის ქცევაც არის, ხო, მაგალითად მე რო ფულს რაღაცაში ვიხდი, მე ვიყო დარწმუნებული, რომ ადეკვატურად აისახება და როცა უყურებ, რომ პირდაპირ რაღაც პლატფორმას შემიძლია რომ თანხა შევიტანო და თან უყურო როგორ იხარჯება, ესეც დამატებით რაღაც სანდოობას ძენს იმას, რომ აი მართლა კორპუსის კომფორტია და თან სანდოობას, რომ მართლა ჩემი კორპუსისთვის აკეთდება. დიდი კორპუსი ეს საინტერესოა მოსახლეობის რაოდენობის. 37 მაცხოვრებელი. 37 მაცხოვრებელი. კი ბატონო. ნათია, მოდი გავაგრძელოთ საუბარი ერთის მხრივ გამოწვევაზე საუბრობდით, რაც ქალბატონი ნინომ აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც აი ეს უშუალო პასუხისმგებელი პირის, ასე ვთქვათ, პოვნა ჭირს ხოლმე. ნუ ზოგს დროით სიმწირის გამო, მაინც ან დამატებით პასუხისმგებლობის არ უნდათ აღება, არის ხოლმე ესეთი შემთხვევები. აი ამ შემთხვევაში რა ხდება, როცა კორპუსს რეალურად მენეჯერი არ ყავს? კი, როგორც კი დავუფიქსირებენ ჩვენ სიტიკომში, ასე ვთქვათ, ჩართვის სურვილს, რომ გახდნენ სიტიკომელები, არ არის აუცილებელი, რომ მაშინვე ყავდეთ კორპუსის მენეჯერი. ნუ ბუნებრივი აუცილებელია იმ ნაწილში, რომ კორპუსს მართავდეს ერთი კონკრეტული პირი, თუმცა მანამდე სანამ სიტიკომი დაიწყებს მომსახურებას მის ამერზე, არ არის ეს აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი უკვე ამ ნაწილში ეხმარება, იქნება შესაბამისი ბმული, რომელიც უკვე ეგზავნებათ მაცხოვრებლებს და ამ ბმულზე გადასვლის საშუალებით ისინი ნახულობენ კორპუსის მენეჯერს, ვინ არის, ასე ვთქვათ, კანდიდატი, შეიძლება იყოს 1, 2 ან 3 პირი, ასეთი, მათ პროგრამას, ანუ რას თავაზობს მათ მაცხოვრებლებს მისი მენეჯერობის შემთხვევაში და მეზობლები, თვითონ მაცხოვრებლები ამავე ლინკის საშუალებით აფიქსირებენ მათ აზრს. ბუნებრივია ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, ამის ნახვა ნებისმიერ შეუძლია უკვე საომალოდ და ხმათა უმრავლესობით, ვინც გადაწყდება, ის ინიშნება უკვე კორპუსის მენეჯერად. კი ბატონო, ნუ ხო, ეს დემოკრატია სრულად აი ამ შემთხვევაშიც. ნინო, ასევე თქვენთან მინდა და მესაუბრა ნაწილობრივ შეხეთ ამ თემას სერვისებთან დაკავშირებით. სამეზობლო რა სერვისებით სარგებლობს ზოგადად და სერვისის პროვაიდერები როგორ მოიძიეთ, ესეც რო გითხრათ საინტერესო. ეხლა ეტაპობრივად, ნუ პრიორიტეტების მიხედვით გვაქვს დაწყობილი, ეს პირველი იყო ეს კარები, რაც დაყენდა დასუფთავება და ნუ ახლა მოდის უკვე უსაფრთხოება, ნუ კამერების მონტაჟი, ეს ლიფტის კომპანიამაც რეკომენდაცია გაუწია, რომ ქონდეს ინფორმაცია ლიფტის დაზიანების შემთხვევაში, რამე ხო არ იყო ისეთი, რაც ვთქვათ, ჩვენც დაცულები ვიყოთ ზედმეტი ხარჯისგან, ვთქვათ, თუ ვინმე რამე დააზიანა. ძირითადად ან პირველ ეტაპზე ეს ჩემი პირველი გამოცდილება ამ კუთხით და აი ყველა მთელი ინფორმაცია მქონდა სიტიკომის მენეჯერებისგან. და მე უკვე ვახდენთ არჩევას, ანუ იქ თანხის მხრივ, ანუ თქვენი პროვაიდერები ჩვენთვის ანუ რო შევადარე, ანუ ცოტა მოძიებაც გავაკეთე ბაზარზე გარკვეული კომპანიების თითქმის აი ხო კამერები ვთქვათ ინდივიდუალური პირია, დანარჩენი სიტიკომიდან საიტზე აქვთ თითქმის ყველა მომსახურებაზე რამოდენიმე პროვაიდერი, იქ ფიზიკური პირი იქნება თუ კომპანია და ნუ იქიდან ვარჩევთ რა. ოღონდ რა თქმა უნდა, რამოდენიმეს ინფორმაციას ვიღებთ და გადარიცხვაც ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია. უბრალოდ უწითებ ამ პიროვნებას ამ კომპანიას და იმ ხარჯს პირდაპირ ირიცხება სიტიკომი. კი ბატონო, ნუ ნათია თქვენთან კითხვა მქონდა ფაქტობრივად რიტორიკული გამოდის, მაგრამ მაინც მინდა რომ ეს თემაც გავშალოთ, აი ქალბატონო ნინომ რაც აღნიშნა ზოგადად ურთიერთობებში ხოლმე ერთ-ერთი გამოწვევა არის ხოლმე ინფორმაციის ასიმეტრიულობა, ხო? იგივე ეს ასიმეტრიულობა შეიძლება მოვარგოთ მაგალითად პროვაიდერებსაც, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ ბაზრის მოკვლევაც ჩაატარეთ ერთგვარი, ეს გარკვეულ დამატებით დროით რესურსთან ასოცირდება. გარდა ამისა, მიუხედავად ამ მოკვლევისა, შეიძლება ეს ასიმეტრიულობა მაინც არსებობდეს, რომ აი სანდო რომელია და ასე შემდეგ. საინტერესოა თუ არის ის მაინც ეს და თუ არსებობს სამეზობლოში ეს ინფორმაციის ასიმეტრიულობა და სანდოობის ასე ვთქვათ პრობლემა პროვაიდერების მიმართ სიტიკომი თუ ეხმარება ამ პროცესში. კი, პირველ რიგში, ნუ ყველაზე დიდი კომფორტი ის არის, რომ თავისუფლები არიან სერვისის მომსახურის არჩევანში, მაცხოვრებლები და კორპუსი. შეუძლიათ, რომ ბუნებრივია მათი სურვილიდან გამომდინარე აერჩიონ, ვინ იქნება მათი მომსახურე და თავიანთი გზებით მოიწიონ. ან დავეხმაროთ ჩვენი პროვაიდერების შეთავაზებით 5000-მდე პროვაიდერს ვაერთიანებთ უკვე დღეის მდგომარეობით ნებისმიერი სერვისის ნაწილში, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს და ბუნებრივია, ანუ მათი მომსახურება, ასე ვთქვათ, გამოსვლებიდან გამომდინარე გვაქვს ჩვენს, რომ
კორპუსებთან კარგი უკავშირი გვაქვს დაბრუნებული მათზე, რომ კარგად ემსახურებიან და შესაბამისად მე უკვე ჩვენს პროვაიდერებში ამ პრინციპით ვამატებთ ამ მომსახურეებს, რომ ჩვენმა ასე ვთქვათ პოტენციურმა ან მიმდინარე მომხმარებლებმა აირჩიონ და თანამშრომლობენ მათთან. ესენი სულად დამოუკიდებელი პირები არიან, სიტკომის თანამშრომლები არ არიან ბუნებრივად და მათ ხარისხზე და მუშაობაზე სულად თავად არიან ასე ვთქვათ პასუხისმგებელი კი. და ნინო თქვენთან დავასრულოთ მოდი ამაზე საუბარი. ამ ეტაპზე თქვენი სამეზობლოს თუნდაც მიზანი, სურვილი რა არის? ჩვენ გვაქვს ესეთი ფუფუნება შიდა ჩაკეტილი ეზო, რომელიც ახალი კორპუსია და ჯერ არ არის დასრულებული. და აი გამწვანება, ამ ეზოს კეთილმოწყობა, ეგ არის ანუ კამერების მერე უკვე დადგება ეს საკითხი და იქაც სიტკომს აქვს ძალიან ბევრი როგორც ხვდები უკვე აპრობირებული კომპანიებია და ნუ იმედი მაქვს დიდი ძიება არ მომიწევს ამის გამო. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ და ძალიან სწორად თქვით, პრინციპში მოთხოვნა იმდენად ძალიან ბუნებრივად, როგორც სახლს უნდა კონდეს რაღაც კარი მაგალითად, ხო, ეს მოთხოვნა, ძირითადი ფუნდამენტური მოთხოვნა, ფაქტობრივად ასეთი ფუნდამენტური მოთხოვნა შეიძინა იმას, რომ კორპუსი უნდა კონდეს მათ შორის გამწვანებაც, იმიტომ რომ გამწვანება არის ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და პრინციპში ახალი პროექტების რაც ხორციელდება, ძირითადი აქცენტები და უპირატესობების წარმოჩენა დეველოპერული კომპანიების მხრიდან სწორედ გამწვანებაზეც, ასე ვთქვათ, არის ხოლმე და წარმატებებს გისურვებთ მაგ ბიზნეს განხორციელებაში აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეგ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში ბავშვებისთვის, თუნდაც არა მხოლოდ თქვენთვის, ბავშვებისთვისაც, რომ ერთგვარი რელაქსაციაც მოიწყოთ ხოლმე ყოველ საღამოს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენ Citycoms და თქვენს კორპუსის მენეჯმენტში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ნათი აურახელაშვილი, Citycoms account manager და კალბატონი ნინო წულაია, კორპუსის ერთ-ერთი კორპუსის მენეჯერი. ჩვენ კი გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე